დავიწყოთ გაგრიცას. წვიმა არის მოსალოდნელი და 21 გრადუსამდე დათბება ტემპერატურა. რაც შეეხება სოხუმს, მოღრუბლული ამინდია და 21 გრადუსია ასევე მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ასევე მოღრუბლული ამინდია მოსალოდნელი და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 24 გრადუსამდე დათბება. მესტიაში 13 გრადუსია მოსალოდნელი, რაც შეეხება ფოთს, ტემპერატურა 20 გრადუსამდე დათბება. ბათუმში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 22 გრადუსს მიაღწევს, რაც შეეხება ოზურგეთს 25 გრადუსია მოსალოდნელი. ქუთაისში ნახევრად მზიანი ამინდი და 26 გრადუსია მოსალოდნელი, რაც შეეხება ამბროლაურს, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 22 გრადუსამდე დათბება, ახალციხეში კი 20 გრადუსამდე მიაღწევს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა. ბორჯომში 18 გრადუსია მოსალოდნელი, ბაკურიანში 14, გორში საკმაოდ მაღალი ტემპერატურა 25 გრადუსია მოსალოდნელი, რაც შეეხება ცხინვალს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 22 გრადუსს მიაღწევს, სტეფანწმინდაში 12 გრადუსია მოსალოდნელი, გუდაუთში 9 გრადუსამდე დათბება და ნახევრად მზიანი დღე იქნება, თელავში 26 გრადუსია საკმაოდ თბილი ამინდია როგორც ჩანს მოსალოდნელი, რუსთავში 30 გრადუსია და თბილისში ჩვენს დედაქალაქ თბილისში ჩემო მარიამ 28 გრადუსია მოსალოდნელი. შვენიერი ამინდი, ხო? რუსთავში 30 გრადუსი არის ზაფხულის ამინდი. ზაფხულის ამინდია ნამდვილად და პრინციპში მართლა ზამთრის შემდგომ გაზაფხული თითქოს სადღაც გაქრა და პირდაპირ ზაფხულის ამინდი. და მით უმეტეს თუ 12 გრადუსია ახლა შემდეგ კიდე მოსალოდნელი ერთ კვირაში, რა ვიცი, ისეთია.